ერთმანეთს ხვდებიან თბილისის დინამო და გორის დილა. ანუ მისი ოჯახის ისტორია იცოდი? არა, ჩემი საყვარელი ტურნირი იყო ეგ და. არის კავშირი? აი. მოგესალმებით ყველას, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას. უკვე გადავედით ნახევარფინალურ ეტაპზე და წერს ძალიან მაგარი სეზონი გვაქვს, ძალიან მაგარი გუნდებით და შესაბამისად ნახევარფინალები არის აბსოლუტურად ისეთი ძალიან რთულად საპროგნოზო და ძალიან მაგარი ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდებით. გაგაცნობთ დღევანდელი ნახევარფინალის მონაწილეებს, ერთმანეთს ხვდებიან თბილისის დინამო და გორის დილა. მაშასე თბილისის დინამო, ლაშა გოდუაძე და გაბრიელ ბერაძე. მოგესალმებით ბიჭებო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბიჭები არიან გასული სეზონის, ანუ პირველი სეზონის ჩემპიონები, რომლებიც გაემგზავრნენ ევროპის ჩემპიონატზე. და წელს ასევე გეტყვით, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გაემგზავრება ასევე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სლოვაკეთში და ბიჭებო, აი როგორ ნახევარფინალამდე მოხვედით. ახლა არ იყო გასაკვირი რა თქმა უნდა, თქვენი წინა სეზონის თამაშიდან გამომდინარე, როგორ განწყობაზე ხართ და რა ხდება თქვენს? საბრძოლო განწყობაზე და კარგი თამაშის მოლოდინში. თან გორმა დიდებული ტრანსფერები განახორციელა და კი, თავისუფალი აგენტების ბაზარზე კარგად იმუშავებს. კი, სხვათა შორის გორის დილა გამოირჩევა როგორც საფეხბურთო ამბავში ტრანსფერებით, ისე ჩვენს ფანების ლიგაში ტრანსფერებით და წარმოგიდგენთ გორის დილას გუნდს გუშან გრუხაძე და დავით ჭინჭარაული. მოგესალმებით ბიჭებო. მოგესალმებით, გამარჯობა. აგერ ბიჭებო, თქვენს რომ გადასარევი ტრანსფერები განახორციელებია გორის დილას, მეც შევეთანხმები აბსოლუტურად რომ ძალიან მაგარი შემადგენლობა ხართ და თქვენ როგორ განწყობაზე ხართ რა ხდება? ჩვენ საბრძოლო განწყობა გვაქვს და კაი თამაშის მოლოდინი. ძალიან კარგი. დინამო მაინც დინამოა. ეგ უკვე თამაშის მერე აი ბოლოს ვნახოთ რას ვიტყვით. წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა ორივე გუნდს. მადლობა. ორივე გუნდი ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ და შესაბამისად წარმატებას გისურვებთ. წესები უცვლელია ნახევარფინალშიც, მე მგონი შეგვიძლია რომ დავიწყოთ უცხოური ტურია პირველი ტური და თითოქულიანი კითხვები დასწრებაზე და შეგვიძლია დავიწყოთ. მაშასე დინამო დილა უცხოური ტური პირველი შეკითხვა. ამ ჩეხისთვის პირველი სანაკრებო მატჩი იყო მისი ნაკრებისთვისაც პირველი მატჩი. მას შემდეგ რაც ჩეხოსლოვაკია დაიშალა და ჩეხეთის ნაკრებმა ცალკე დაიწყო თამაში. ჯამში მან სულ 120-მდე მატჩი ითამაშა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ პეტერ ჩეხი უსწრებს. საკლუბო კარიერა ჩესკე ბუდიოვიცეში დაიწყო და იქვე დაასრულა. თუმცა ჩეხეთის ჩემპიონობა ორი სხვა კლუბით, სლავიათი და სპარტათი მოიპოვა. მათ შორის კი იყო ისეთი გუნდები, როგორიცაა მანჩესტერ იუნაიტედი, ბენფიკა და დინამო დააჭირა. პარეტ-პობორსკი. პობორსკის ორი პასუხია, რა თქმა უნდა, პობორსკი იყო ის ადამიანი, რომელიც მისი პირველი თამაში იყო ჩეხეთის ნაკრების პირველი თამაში. ეგ არ ვიცოდი. აი, გეცოდინება. ძალიან იშვიათი შემთხვევა, როცა თქვენ რომელიმე რამე არ იცით და აქედან გებულა. ძალიან კარგი. 1-0 დინამო დაწინაურდა მეორე შეკითხვა. მას მამა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა. დედა ომის მერე მალევე. ამიტომ მშობლები არ ახსოვს. ის დეიდამ გაზარდა და შემდეგ ორ ძმასთან, მილოშთან და მილორადთან ერთად ბელგრადის ის უნდა იყოს ბორა მილუტინოვიჩი. იყოს ბორა მილუტინოვიჩი. სწორი პასუხია ბორა მილუტინოვიჩი. ანუ მისი ოჯახის ისტორია იცოდი ესე? მე ვიცოდი რომ ძმები, ანუ სამი ძმა იყო და კი ბატონო, ბელგრადის პარტიზანში თამაშობდა და მე უამრავი კიდე უნდა მეთქვა რომ საინტერესო მიღწევა აქვს მაგ ძმებს ბევრი და ძმებს ერთია და თვითონ ბორას ხუთი ზედიზედ ხუთი მსოფლიო ჩემპიონატი, ხუთი სხვადასხვა ნაკრებით, ძალიან ისეთი იშვიათი შემთხვევაა. კი ბატონო, 2-0 ანგარიში, შემდეგი შეკითხვა. ეს საფეხბურთო კლუბი ლომების ქალაქიდანაა. გერბზეც ლომი ახატია და მეტსახელადაც ლომებს ეძახიან.
ის 1963 წელს დაარსდა და ძალიან გასაკვირია, რომ უკვე 6 წელიწადში მაშინდელი თავისი ქვეყნის თასიც აღმართა. ამით ის შევიდა ისტორიაში, რადგან იქამდეს და მერეც იმ ქვეყნის თასს იგებდნენ ის გუნდები, რომლებიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ. დამოუკიდებლობის ხანაში ამ კლუბს დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია, თუმცა რამდენჯერმე ევროთასებზე ითამაშა და ერთხელ ევროპა ლიგის ჯგუფშიც მოხვდა. ისე რომ გზად ზესტაფონსაც შეხვდა და ორივე მატჩი 1-0 მოიგო. ლვივის კარპატი. ლვივის კარპატი მართალია, სწორი პასუხი აბსოლუტურად. რატომაც მეგონა, რომ მაგრამ ეხლა თქვენ ისეთი გამოსტილი გუნდა, მეთქი ლიონზე წავლენ, მეთქი და ვინმე ადრევე დააჭერს თქო ლომერზე რომ დავიცი. არა, ქართულ ხო, და მეგონა რომ დამოუკიდებლობამდე დააჭერდა რომელიმე, მაგრამ კი ბატონო, ლვივის კარპატი ჩემი უსაყვარლესი ქალაქის გუნდი, ძალიან საყვარელი ხალხით. 2-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. პროფესორი მამისა და პოეტი დედის შვილს უკვე 8 სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. და ეს არ მომხდარა მხოლოდ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. მუსიკით სერიოზულად მაშინაც იყო გატაცებული, როდესაც ფეხბურთს აქტიურად თამაშობდა. შეუძლებელია მისი დავიწყება თუ 90-იანებში ერთხელ მაინც გინახავთ მისი თამაში. ის იყო პირველი ამერიკელი, რომელმაც სერია A-ში ითამაშა. პადოვა იყო მისი იტალიური კლუბი. დაასწრო დინამომ ალექსი ლალასი. ალექსი ლალასის სწორი პასუხია, კი ბატონო, მე მგონი არ დაგვავიწყდებოდა ალექსი ლალასი, ვისაც გვინახავს, შეიძლება თამაშით. არც თამაშით იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ გარეგნობით ყოველ შემთხვევაში. ხო, ურიგო არის. და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ეს გამოჩენილი ფრანგი გიждდებოდა ფეხბურთზე. მასში განსაკუთრებით გუნდური სული და მიზნისკენ ერთიანი ბრძოლა აღაფრთოვანებდა. ასე ამბობდა: ყველაფერი, რაც კი მორალზე და მოვალეობაზე ვისწავლე, ფეხბურთმა მომცაო. დააჭირა დინამომ? ალბერ კამიუ? ეს ფრაზა გახსოვდა ალბერ კამიუსი, ალბერ კამიუს სწორი პასუხია, კი ბატონო. სწორი პასუხია ალბერ კამიუ, რომელიც მეკარე იყო, ალჟირში თამაშობდა, ალჟირში ცხოვრობდა მისი ოჯახი, ანუ დაბადების შემდეგ და ალჟირში თამაშობდა იქაურ გუნდში და იყო მეკარე, რომელიც ძალიან ესეთი გიჟი მეკარე ყოფილა, როგორც ახასიათებდნენ. 4-1 ანგარიში და შემდეგი ტური გახლავთ ფოტო ტური. ფოტო ტური იგივეა, როგორც მეოთხედფინალში იყო. ხო, ანუ გამოჩნდება ფოტოს ერთი ფრაგმენტი, თუ ამ ერთი ფრაგმენტით უკვე შეგექმნება შტაბ-ეჭრება და გამოიცნობთ ვინ არის შეგიძლიათ დააჭიროთ, თუ არა მე დაემატება მეორე ფრაგმენტი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. პირველი ფოტო გახლავთ 3-4-ზე ფოტო. ხო, ძალიან რთული. მაინც და მაინც ასეთი ნეტასა და ური. აი ხა, ჩემი ფოტო რო იყო, შეიძლება აი ეგ რაღაცის რო გამოწეული, ამით იცნო, მაგრამ ახლა ამას მოდი მე გავრისკავ რა. გარისკავ? კი. აი გაც. მარტო ამით? კი. ალბათ მაგრამ ეგეთი ფოტო მახსოვს და პატრიკ ბატისტონი მგონია რომ ეს არის. არ არის სწორი პასუხი პატრიკ ბატისტონის შესაძლოა თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე გახსნათ ფოტო და მეორე ფრაგმენტი გავუხსნათ და ვერ იცნობთ. დავჭიროთ? როგორც მითხარით პირდაპირ. ეს არის ალენ ჟირესი. კი ბატონო, საქართველოს აკრების წვერი წარსულში ალენ ჟირესი რა. ზუსტად იგივე. ხო, კი ბატონო. გავრისკე რა. ხო, არა, დასაფასებელია რისკი, რა თქმა უნდა. 4-2 ანგარიში. შემდეგი ფოტო გახლავთ საერთაშორისო მატჩიდან, რომელიმე ცნობილი საერთაშორისო მატჩიდან, ან ევროპა, ან მსოფლიო ჩემპიონატი, ან ჩემპიონთა ლიგა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაშასე პირველი ფრაგმენტი აბა, აი მხოლოდ ამით თუ დააჭირა დინამომ, ეს უნდა იყოს 60 წლის საინტრახტი რეალი. ჩემპიონთა ფინალი. ეს არის 60 წლის საინტრახტი რეალი, ლეგენდარული სამი ფინალი. გაბრიელსაც კი გაუკვირდა, ხელები გაშალა. როგორ მიხვდა? კითხეთ რომ ნანახი. დი სტეფანოს გოლია, ხო ეს თუ ვორცე? ნამდვილად არ მახსოვს რომელი გოლია, მაგრამ სამი დი სტეფანომ გაიტანა 4 პოშტაშმა. კი ბატონო და ნამდვილად ეს თამაშია. სწორი პასუხი იყო და ანგარიში გახდა 5-2. და წავიდა ორქულიანი კითხვები, მეგობრებო, იმიტომ რომ გადავდივართ ქართულ თემატიკაზე. ქართული ფოტო იქნება ან ნაკრების, მეგობრებო, ან რომელიმე კლუბის ევროთასების მომენტი. დააჭირა გორის დილამ. PSV ბათუმის დინამო. PSV ბათუმის დინამო, სწორი პასუხია. სწორი ფორმა გახსოვდა ბათუმის. კი, ფოტოები მაქვს.
რისი ფოტოები არ გაქვს რისი ფოტოები არ გაქვს ან თქვენ რა ინფორმაცია არ გაქვს ხარით რომ ისეთი კითხვები მოვიტანო ხოლმე მაგრამ მაშ ასე ფოტოტურის შემდეგ ანგარიშია 5-4 თბილისის დინამოს სასარგებლოდ და გადავდივართ ქართულ ტურზე სადაც ყველა კითხვა არის ორქულიანი შეკითხვები კი რა თქმა უნდა არის ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული მაშ ასე ქართული ტური პირველი შეკითხვა ამ ქართველმა ფორვარდმა ნაკრებში სულ 9 მატჩი ჩაატარა. აქედან 8 ამხანაგური. შესარჩევ ეტაპზე ერთადერთხელი თამაშა, რომელიც მისთვის ეროვნულ გუნდში ბოლო თამაში გამოდგა. ეს იყო 1996 წელს ალბანეთთან. ნაკრებში სულ 2 გოლი გაიტანა და ორივე ერთ შეხვედრაში. აზერბაიჯანის დინამომ დააჭირა. ეს არის დავით ყიზილაშვილი. ეს აქედანაც გავიგე ყიზილაშვილი, მაგრამ და გასწროთ. ალბანეთთან თამაში მახსოვს თბილისში იყო. ხო, კი ბატონო, თბილისის თამაში იყო, მისი ბოლო თამაში ნაკრებში. და 7-4 არის ანგარიში დინამოს სასარგებლოდ შემდეგი შეკითხვა. 2000-იანი წლების დასაწყისში განებივრებულები არ ვიყავით ქართველი ფეხბურთელების წამყვან ევროპულ ქვეყნებში ტრანსფერები. მაგრამ ეს ქართველი შემტევი სწორედ მაშინ მოხდა იტალიაში, თუმცა ვერც იქ შერჩა დიდხანს და ვერც ნორვეგიაში, სადაც მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისის დინამოს შემადგენლობაში 2005 წელს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მელქაძე სწორი პასუხია, ლევან მელქაძე, რომელიც სიენაში იყო, ნორვეგია არ მახსოვდა. ვალერენგაში იყო და მე მგონი ერთი თამაში ითამაშა თუ ზუსტად მახსოვს, არ მახსოვდა, მაგრამ მე მგონი ერთი თამაში ითამაშა. 7-6 ანგარიში როგორც ველოდი ისეთ თამაში მიდის კულაკულაში და შემდეგი შეკითხვა ქართული ტურიდან. ვინც საქართველოს ჩემპიონატს 90-იანი წლებიდან უყურებდა, ეს მწვრთნელი კარგად ემახსოვრება. გლდანის სკოლა-ინტერნატში ის თემურ ქეცბაიას ავარჯიშებდა. დინამოში მარტო მაგით უკვე ქეცბაიას რო ავარჯიშებდა? კი მაგარადია, სწორი პასუხია. კი, ეხლა მაგრამ მარტო მაგით ხო. 8-7 გორისდილა დაწინაურდა. თემურ მახარაძე უნდა მეთქვა რომ შემდეგ დინამოში აშკას და დემეს, ყვარას და ზუღიკოს მამებს მერანში და პირველი მწვრთნელი იყო ვინც ინტეტოტოზე ითამაშა და ასე შემდეგ ასე. აღარ გაცადეთ. არ მასადეთ. 8-7 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ეს საფეხბურთო კლუბი 1936 წელს დაარსდა. თუმცა განსაკუთრებული წარმატებებისთვის ეროვნულ დონეზეც კი არ მიუღწევია. ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში 2000-იანი წლების დასაწყისში გადმოვიდა და 2005-6 წლების სეზონში მეხუთე ადგილზე გავიდა. ეს იყო მისი საუკეთესო შედეგი. ცოტა ხნის შემდეგ თასის ნახევარფინალამდეც გააღწია. თუმცა ეს კლუბი ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვა რამის გამო უფრო გვახსოვს. იყო პერიოდი, როცა ამ გუნდში ერთბაშად 7 არგენტინელი თამაშობდა. ბორჯომის სწორი პასუხი არ თქვა, ჩვენ დაგასვეს ამ შემთხვევაში. ბორჯომი, კი ბატონო, სწორი პასუხია. 7 უნაირო არგენტინელი, ასე ვიტყოდი. 7-ზე გამახსენდა უკვე ვიხსენებდი გუნდს. კი ბატონო, 10-7 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სლოვენიელი საშო უდოვიჩია. ეს ხوار არის როტმანსის თასი მალტაზე რო ტარდება. საშო უდოვიჩის წარმატება რატო გახსოვდა? მალტის ტურნირი საშო უდოვიჩი არის საუკეთესო ბომბარდირი ამ ტურნირზე. აი, რა, ნამდვილად არ მეგონა რომ პირველ ფრაზაზე ვინმე არა, მე რა იყო მაინტერესებს. მე იყო რომ ეს ტურნირი მოგებული აქვს ისეთ ნაკრებებს როგორებიც არის ნორვეგია, სლოვენია, ალჟირი და სხვა. საქართველოს ნაკრები ისტორიის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ დაიკვეხეს, მაგრამ ამ ტურნირზე ორჯერ მეორე ადგილი აიღო და ერთხელ გამარჯვებულიც გახდა. არ ვიცით მომავალში კიდევ მოვიგებ თუ არა ამ ტურნირს, რადგან 2008 წლის მერე აღარ გამართული. ნუ ეს იყო კითხვა. მეგონა რომ აი რაღაც აი გუნდების ჩამოთვლაზე იმას ვიზავდით. რავი, გაგიმარჯვოთ ერთმანეთს. არა, ჩემი საყვარელი ტურნირი იყო ეგ და. მაგარი საყვარელი ტურნირი გაქვს უშო. 12-7 ანგარიში გორისდილა სასარგებლოდ ქართული ტური გაცილებით უკეთესად
დილამ ითამაშა და გადავდივართ ქალაქობანაზე. მეგობრებო, სადაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კითხვა, ბევრი ვარიანტია იმისი, რომ ბევრი ქულა დააგროვოთ. მაშასე ქალაქობანა. პირველი ტური როგორც მოგეხსენებათ, ქალაქობანაში გახლავთ თავისუფალი ტური, ანუ მე არაფერს კითხვას არ გისვათ, ამოვა 100, დავატრიალებთ დოლურას, ამოვა რომელიმე 100 და უნდა დაწეროთ ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. კი ბატონო. მაშასე დავატრიალოთ დოლურა და დავიწყოთ პირველი ქალაქობანას პირველი ეტაპი. ასობგერა Z. სტოპ უნდა დაიძახოთ, ვინც დაამსრულებთ წერას. ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. სტოპ. დინამომ დაასრულა, დავდოთ მარკერები. კი ბატონო. ვაჩვენოთ კამერებს, თუ შეიძლება, რა გვიწერია, როგორ გვიწერია, 5 გიწერია თქვენს, 5 გიწერია თქვენს, ხო, როგორ ხედავთ. კარგი, დავიწყოთ. 12-7 ანგარიში, მაშასე ნაკრები. ზაირი გვიწერია. ჩვენ ზაირი გვიწერია. კი ბატონო, თითო ქულა, 13-8 არის ანგარიში, კლუბი. ზოოვეტი. სტეფანე. 2 ქულა, 15-10 ანგარიში, უცხოელი ფეხბურთელი. ზინიო. ზიდანი. ზიდანი. 2 ქულა, 17-12, ქართველი ფეხბურთელი. ზამთარაც. ჩვენ ზამთარაზე გვიწერია. 18-13 და მწვრთნელი. ზიკო. ზიდანი. ჩვენ ზიდანი იგივე ზიდანი. აქტივა. 2 ქულა. 20-15 არის ანგარიში, თანაფარდობა არ შეცვლილა. ახლა გადავდივართ შედარებით უფრო გართულებულ ვარიანტზე, მეგობრებო. არა. შედარებით გართულებული ვარიანტი კი ჩვენ მაყურებლებს უკვე მოიხსენება, ეს გახლავთ ანუ ამ შემთხვევაში თქვენით აღარ წერთ, მე ვსვავ კითხვებს, ამოვა 100 და მე ვსვავ კითხვებს და ყველა პასუხი იწყება იმ 100-ზე, რომელი 100-ს ამოვა დოლურას. დავატრიალოთ თუ შეიძლება. ასობგერა V. კი ბატონო, დავიწყოთ. 20-15-ია ხო ანგარიში 20-15. კი ბატონო. მაშასე ნაკრები. ამ ქვეყნის თავარი მწვრთნელი ახლა კიმ სანგ სიკია, რომელმაც 2024 წელს ცნობილი ფილიპ ტრუსიე შეცვალა. ამ ნაკრების თავარი მწვრთნელი ახლა კიმ სანგ სიკია, რომელმაც 2024 წელს ცნობილი ფილიპ ტრუსიე შეცვალა. კლუბი. სამტრედიის საფეხბურთო კლუბი ევროთასებზე ისტორიაში პირველად 1995 წელს სწორედ ამ კლუბს დაუპირისპირდა. სამტრედიის საფეხბურთო კლუბი ევროთასებზე ისტორიაში პირველად 1995 წელს სწორედ ამ კლუბს დაუპირისპირდა. უცხოელი ფეხბურთელი. ამ იტალიელმა თასების თასი სამპდორიაში და ჩელსიში მოიგო. ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს თასები კი იუვეში. ამ იტალიელმა თასების თასი სამპდორიაში და ჩელსიში მოიგო, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს თასები კი იუვეში. ქართველი ფეხბურთელი. ამ ქართველ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შვედეთთან 2021 წელს ჰქონდა. პირველი გოლი კი უზბეკეთს გაუტანა. ამ ქართველ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შვედეთთან 2021 წელს ჰქონდა. პირველი გოლი კი უზბეკეთს გაუტანა. და მწვრთნელი. 1985 წელს ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი სწორედ ამ მწვრთნელმა გახადა. სტოპ. 1000 კი ბატონო. 1985 წელს ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი სწორედ ამ მწვრთნელმა გახადა. მაშასე დავიწყოთ 20-15 ანგარიში, ვიწყებთ ნაკრები, რომლის მწვრთნელი გახლავთ კიმ სანგ სიკი. ხო, ვაჩვენოთ კამერას ბოდიში. ჩემზე ყურადღებიანი მოთამაშეები არიან. ნაკრების მწვრთნელი კიმ სანგ სიკი მე მგონი. თქვენ რა გიწერიათ? არ ვიტყვით. ვენესუელა. ხო, არა, ფილიპ ტრუსიე იყო აქ უფრო მინიშნება, შეიძლება და მაგით წოდოთ. ვიეტნამის სწორი პასუხია ნამდვილად. ვიეტნამის მწვრთნელი იყო ფილიპ ტრუსიე და შარშან შეცვალეს 3 ქულა დინამოს და 20-18 გახდა ანგარიში. სამტრედია ევროთასებზე ვის დაუპირისპირდა? ვარდარი. კი ბატონო. იგივე. 21-19. უცხოელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩანლუკა ვიალი. 22-20. ქართველი ფეხბურთელი, რომლის დებიუტი იყო შვედეთთან და პირველი გოლი ვოლკოვი, კი ბატონო, გორში იყო თამაში, სადაც გოლი გაიტანა. 23-21 ანგარიში და ბარსელონა, რომელმაც
ხო, ჩვენ ვერ მოვასწარეთ ჩაწერა. ვერ მოასწარეთ ჩაწერა და 3 ქულა თბილისის დინამოს და 24-ით 23 ერთი ქულით წინ გადავიდა თბილისის დინამო. სუპერ დაძაბული ამბავია, მეგობრებო, ბოლო ტურის წინ. ხუთქულიანი სხვაობა დაკაჩეს ბიჭებმა, ვიძახი ხოლმე რომ ქალაქომენაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს თქო. ერთი ქულით წინ გავიდა თბილისის დინამო და ბოლო ტური. ბოლო ტურში, როგორც იცით, მე არ გეუბნებით რა ასოზე იწყება პასუხები, უბრალოდ ყველა პასუხი ერთი და იგივე ასოზე იწყება, მე ვსვავ კითხვებს და თქვენ უნდა ჩაწეროთ პასუხები. მაშ ასე ქალაქობანას ბოლო ტური. ნაკრები. ამ ნაკრებს ოლიმპიადა 3-ჯერ აქვს მოგებული. სოფლიოზე კი ფინალებში ვეღარ ყოჩაღობდა. ამ ნაკრებს ოლიმპიადა 3-ჯერ აქვს მოგებული, სოფლიო ჩემპიონატებზე კი ფინალებში ვეღარ ყოჩაღობდა. კლუბი კასტორიას შემდეგ სწორედ ამ კლუბს გაცდა თბილისის დინამო 1980 წელს. კასტორიას შემდეგ სწორედ ამ კლუბს გაცდა თბილისის დინამო 1980 წელს. უცხოელი ფეხბურთელი. ამ თავდასხმელს ესპანეთის ნაკრებში 25 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. ბასკეთის ნაკრებში კი 8 თამაშში 3 გოლი. ამ თავდასხმელს ესპანეთის ნაკრებში 25 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. ბასკეთის ნაკრებში კი 8 თამაშში 3 გოლი. ქართველი ფეხბურთელი. ბათუმის დინამოს ეს თავდასხმელი 1996-97 წლების სეზონში გიორგი დემეტრაძესთან ერთად ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბათუმის დინამოს ეს თავდასხმელი 96-97 წლებში დემესთან ერთად ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. და მწვრთნელი. ეს ადამიანი მწვრთნელად მუშაობდა ჩეხეთში, ალჟირში, კვიპროსში, საუდის არაბეთში, ისრაელში, კუვეითში, შვედეთში, სლოვაკეთში და 2006-2008 წლებში საქართველოშიც კი. ანუ ეს ადამიანი მწვრთნელად მუშაობდა ჩეხეთში, ალჟირში, კვიპროსში, არაბეთში, ისრაელი, კუვეითი, შვედეთი, სლოვაკეთი და საქართველოშიც კი. მაშ ასე ვაჩვენოთ კამერებს. კი ბატონო, მადლობა. 24-23 იყო, ხო? ანგარიში. და აბა, წავედით გადამწყვეტი რაუნდისკენ. ნაკრები, რომელსაც ოლიმპიადა 3-ჯერ აქვს, მოგებული ბატონო? უნგრეთი. არ გვიწერია. არ გიწერიათ? 27-23. უნგრეთია, კი ბატონო, 3-ჯერ მოიგო ოლიმპიადა და ფინალები 2-ჯერ აქვს, ფინალი წაგებული. კასტორიას შემდეგ უოტერფორდი. კი ბატონო, უოტერფორდი დაწერთ, მე იქ ვერ მიუბრუნდით უზე ნაკრებს. კი ბატონო, თითოეულ ქულა, ანუ 28-24 ანგარიში. ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 8 გოლი აქვს. უსაისი. კი ბატონო, სწორი პასუხია 29-25. ბათუმის დინამოს თავდამსხმელი დემესთან ერთად რო ბომბარდირი. უჯმაჯურიც. სწორი პასუხია 30-26 და მწვრთნელი, რომელიც ძალიან ბევრგან მუშაობდა. უგრინ. დუშან უგრინის სწორი პასუხია ორივე გუნდს თითო ქულა და შესაბამისად 4 ქულის სხვაობით თბილისის დინამო გადის ფინალში. მიულოცოთ მეგობრებო, თბილისის დინამოს ფინალში გასვლა. გორისდილას ძალიან დიდი მადლობა წინვალე და შესანიშნავი თამაშისთვის. ძალიან ისეთი თამაში იყო, აიწონა თავიდან დინამო დაწინაურდა ქართულ ტურში. გორისდილამ გადაასწრო. ქართულ ტურში კარგი გაყვეთილი ჩაგვიტარეს. რაც აქვს თამაშობთ, ესეთი თამაში ჯერ არ არ ყოფილი. ნამდვილად მინდა ესე ერთ თემაში არ დაჭა. ესე დაჩაგრულა თავი არ მიგვიძნია. აი მართლა უშანსოდ ვიყავი რა. ეხლა ლაშა კიდე თუ რამეს იზავდა, თორე მე აი მაყურებელს დავჯიხი უყურებდი. კი ბატონო, გეთახვევით ნამდვილად ძალიან კარგი თამაში ქართული ტური და აი რამდენიმე ეს ქალაქობანას ამბავმა ქალაქობის ამბავში ცოტა გავიჭედეთ. გილოცავთ ბიჭებო ფინალში გასვლას, მორიგი ფინალი, მეორე ფინალი ზედიზე, წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა და გორისდილას ჩემი უდიდესი პატივისცემა და რა ვიცი, ძალიან ესეთ ბევრი აპლოდისმენტი, რომელიც მარტო ორი ხელით არ შემიძლია მე რო გამოვხატო. თქვენი ძალიან კარგი ცოდნის გამო ხელშეკრულება უნდა გაუხანგრძლივოს გორმა ამ თავდამსხმელებს. იმედი მაქვს რომ შემდეგ სეზონშიც ბიჭები ჩვენთან ერთად იქნებიან. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ და გელოდებით ფინალში. მე სულ რამდენიმე დღით გემშვიდობებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გაიმგზავრება სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საქობაგოდ. ჩვენი პროექტის წარმომადგენელია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და სპორტ პროდაქშენ სტუდიო. კარგად ვზარდებოდეთ.